მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვიმყოფებით Huawei-ის დასამუხტ სადგურზე. ეს თლიანი სადგური ეკუთვნის Huawei-ს, აი თლიანი დასამუხტი სადგური არის ელექტრომობილების და თვითონ ეს მანქანებიც რაც აი აქ დგას, ესეც Huawei-ის გამოშვებული მანქანაა, AITO, ესეთი ბრენდი აქვს, რომელიც ეხლა იმუხტება. და იქითკენ დგას კიდევ ერთი ავატარი მოდელი, ასევე Huawei-ის ელექტრომობილია, რომელიც ასევე იმუხტება. სანამ გაჩვენებდეთ თუ როგორ მიდის დამუხტვის პროცესი, ეს გეცოდინებათ უკვე ჩვენი ვიდეოებიდან, რომ არის მზის ელექტროსადგური, რომელიც პარკინგის ტიპის, ანუ როგორც პარკინგისი არის განთავსებული. თვითეულ აი ამ დამუხტვის ბოძს, ასე ვთქვათ, შეუძლია მინიმუმ 300 კილოვატი სიმძლავრით დამუხტოს. რა თქმა უნდა, ეხლა ელექტრომობილებს 300 კილოვატის სიმძლავრის აკუმულატორი არ უდევთ, შესაბამისად აზრი არ აქვს, რომ ამ სიმძლავრით დაიტენოს, თუმცა აი წეღან ნახეთ ის მანქანა 100 კილოვატი სიმძლავრით იმუხტებოდა. რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 10 წუთში 100 კილომეტრი დაიმტენა, ანუ დაიმატა, რომელიც შეუძლია შემდგომ გამოიყენოს. აი დამუხტვის პროცესში მანქანაში მიმდინარეობს გაგრილების პროცესი, იმიტომ რომ წარმოიქმნება სიცხე და შესაბამისად აი ეს ხმა გამოწვეულია აი გაგრილებით. აი ესე გამოიყურება ახლიდან, ეს არის სწრაფდამტენი სპორტი, ხოლო ეს კი თვითონ Huawei-ის დასამუხტი წერტილი, ეს შემდგომი, აქ არის განთავსებული ეს სატრანსფორმატორო სისტემები, რომლებიც აწვდიან კვებას ამ დასამუხტ ბოძებს. და ეს ჩვენი მანქანა, რომელიც იმუხტება 100 კილოვატით უბრალოდ. აი ნაზეთ იქითკენ არის მონაცემები, ეხლა ჩვენ სანამ აქ ვდგავართ 20%-დან 45%-მდე დაიმუხტა ამ ელექტრომობილმა, ანუ დაახლოებით 200 კილომეტრი დაიმატა. ესე გამოიყურება დამუხტვის პროცესი. საინტერესო არის ის, რომ აქ ელექტრომობილებს არ მუხტავენ დღის განმავლობაში, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ელექტროენერგიის საფასური საკმაოდ მაღალია, ამიტომ ყველა მოდის ხოლმე ღამე 10 საათის შემდგომ და იწყებს დამუხტვას 10 საათის შემდგომ, რომ იაფი ელექტროენერგია გამოიყენონ, ანუ იაფი ელექტროენერგიით დამუხტონ ეს ელექტრომობილები. ჩინეთში მოგეხსენებათ, რომ ელექტრომობილების საკმაოდ დიდი ბაზარი არის და ეს ბაზარი ვითარდება დღითი დღე. თითქმის ყველა წარმოებელი ცდილობს, რომ ელექტრომობილების ბაზარზე შევიდეს და Huawei-ც პრინციპში ამ ბაზარზე უკვე წარმოდგენილი არის და აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ელექტრომობილებს. ანუ მათი ფასები დაახლოებით $40,000-დან და ზემოთ ადის, ანუ შესაბამისად უფრო მაღალი ხარისხის ელექტრომობილები აქვს ვიდრე სხვა, თუმცა ასევე სხვა ბრენდების BYD, Geely და ასე შემდეგ, რომლებსაც აქვთ ელექტრომობილები და ნენელა მათი ხარისხი უმჯობესდება. ეს შეხედავთ და მოგაგონებთ Range Rover-ის დიზაინს, თუმცა დავით გაუმარჯოს ჩვენი მეგობარი Photomate-დან აკვირდება ელექტრომობილის დამუხტვის პროცესს. ვნახოთ, აი 48%-ზე არის დამუხტული. 300 კილომეტრი აქვს ახლა ამ ელექტრომობილს დამატებული. კიდევ ერთი საინტერესო რაც გვითხრეს, აქ მოდიან ასევე ელექტროავტობუსების ფლობელებიც და მუხტავენ თავიანთ ავტობუსებს და ეს მიმართულებაც ძალიან სწრაფად ვითარდება, ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაყვანა, მოდი ასე ვთქვათ, ელექტრიფიცირება მიმდინარეობს, რომ ანუ ავტობუსები და ამასთანავე დისტრიბუციაშიც შესაძლებელი იყოს ელექტრომობილობა. აი, აქეთ ამ მხრიდან
დღეისათვის სულ ეს იყო, გემშვიდობებით და კიდევ შემოგთავაზებთ სიახლეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, არა მხოლოდ ჩინეთიდან. აბა დროებით.